მოსახლეობა რო შემოდის, ათვალიერებს და მიდის. ფული არა აქვს. პენსია წამალზე არ ყოფნით, სადელაპური რო იყიდოს, ის ურჩევნია ამეების ყიდვას. თუ ყიდის ბავშვს ერთი კიტი და ერთი პამინდორი რო იყიოს და ორი ბავშვი რო ყავს და სამი და ერთმანან სიყიდის და სამად გაუჭის ეგა ქონება ცხოვრება. არ არის, საერთოდ არ არის ვაჭრობა. ხედავთ, სავსეა დახლების სულა. წინა წლებში არ იყო ესეთი მდგომარეობა. ტავარი არის ქვეყანა, სავსეა და არაფერი არ იყიდება. ყველა ვართ უკიდურეს გაჭირვებაში. ყიდველიც და გამყიდველიც. არ ვიცი რა გვეშველება. დღეს ბაზარში მყიდველსაც და გამყიდველსაც ერთი პრობლემა აქვს. საკვებ პროდუქტებზე ხილზე თუ ბოსტნეულზე გაზრდილი ფასების გამო გამყიდველები პროდუქტის გაყიდვას ვეღარ ახერხებენ. მათი თქმით, დღის განმავლობაში იმდენად ნაკლები მყიდველია, რომ ბაზარში გამყიდველებისთვის გამოყოფილი ადგილების საფასურის გადახდასაც ვერ ახერხებენ. ნაკლებია, ყიდველი არ შემოდის. ფასი არ აქვს, მაგრამ მაინც არ უნდათ. რა ვიცი. როგორც დავალაგებთ, ეგრე მიგვაქვს უკან. ორი ვედრე რა უნდა გამოდის? ვედრას რო 2 ლარში გაყიდი, რა უნდა გამოგივიდეს? გინდა 10-ს გაყიდი, გამოგივა რამე. ფასი არ აქვს, ყიდველიც არ არის. ძალიან ნაკლები, ძალიან. საერთოდ არც დადის ყიდველი. ძალიან ნაკლებად. უჭირს ხალხს რა უნდა იყიდო? 2 ლარის მიცემა რომ უჭირს 2 ლარს რო ეთქვა ლარში მომეცრა რა უნდა ელაპარაკო. ძალიან უჭირს ძალიან. როსაც აკეთე ეს გაიყიდა. ესეთი ვედრა. 2 ვედრა მქონდა სულა. ეგეც 4 ლარად ვიდეც 1 ვედრა 13 კილო. არა ნაკლებია მყიდველს. ნაკლები ძალიან ნაკლები. ხავს ფული არ აქვს რა უჭირს არა. წირის ყველა რაღაც. პროდუქტებზე ხელი ვერ მიუწვდება მოსახლეობას. ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება მათთვის გაძვირებულია. საკვები პროდუქტების შეძენა განსაკუთრებით უჭირთ პენსიონერებს. მათი თქმით, პენსიით მხოლოდ პურის შეძენას ახერხებენ. ჩვენ აი ხალხს ძალიან ნაკლებად. აი რომ მაღაზიაში რო შეხვალ და ერთ ქათმის ბარკას იყიდი, ეგა ყიდვა ქვია. და 2 კვირაში ერთხელ ხორცაც ვერ იყიდი, ყიდვა ქვია. ჩვენი ფული უნდება ქალბატონო წამლებს, გადასახადებს. სიმართლე ეს არის. და ნათესავით დაკარგული ყავ ყველა მეგობარიც. რა ვიცი, სიხარულიც და რავი, როგორ გითხრათ, ეს უკეთ სააკაშვილის დროსაც ასე იყო და გრძელდება. ჯერჯერობით ასეა სიტუაცია და ნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს. ნახოთ, სიმართლე ეს არის. პენსია ისე წავა 4 ლარს როგორ მისევ 1 კილო ხორცში. ნახევარი ხო ძვალი არის. ცოდონი ვარ. არა ყოფნიში რომ არ მიმიწვდება. აი ახლა დავხარჯე უკვე პენსია 10 ლარი გადამში. 10 ლარი მეყოფა მეორე პენსია მისა. პურს ავყიდულობს და ყველაფერს ავყიდულობს. ძალიან სასწაულოა. პენსია 300 ლარი მაინც უნდა გქონდეს. მაშინ იქნება კაი მთავრობა. მომატებული არის ყველაფერი. ყველაფერი. მიუწვდება თუ არა მოსახლეობას ხელი ხორცზე, ყველზე ასე შემდეგ. რამდენი გაჭირვებულია. ზოგი ყიდულობს, მაგრამ ყველა ვერა. რა თქმა უნდა. ძალიან მომატებულია, მაგრამ ყველაფერი შემოდის. დოლარის კურსია ყველაფერი დამოკიდებული და ამიტომ რა თქმა უნდა არასტაბილური ფასები გაჭირვებული ხალხის ჯიბეზე ძალიან აისახება და რა ფასები შვილო, რა უნდა წამლებს რა ვყიდულობთ, რა პროდუქტებზე ლაპარაკი უღუნდაც არა. წამალი მინდა ვიყიდო და ვერ ავყიდულო. მთელი დღე ვდგევარ, არაფერი იყიდება. ხალხს აუჭირს, კაპიკი ფული არ აქვს ხალხს. რითი რა ვიყიდოთ, რა პროდუქცია ლაპარაკი. სატილად აქვს ხალხსა საქმე, სატილად. რა ვიცი, ცუდი მდგომარეობა, მძვირია ყველაფერი. ახერხებთ თუ არა ხორცის შეძენას? არა, ხორცი როგორა. პენსიონერი ვარ და მოსახლეობა ხელისუფლებას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ფასები გაზრდილია არა მხოლოდ საკვებ პროდუქტებზე, არამედ კომუნალურ გადასახადებზე და წამლებზე. გაზრდილი ფასების გამო კი მოსახლეობას არსებობა უჭირს.